დადგა დრო, როდესაც ყველა ქართველს და ყველა ჩვენ თანამემამულეს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს, ვინც ცხოვრობენ საქართველოში, ევალებათ რომ იყვნენ უფრო მეტი ერთგული ჩვენი ქვეყნის. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, გაძლიერება და აუცილებლად ჩვენი სანუკვარი ოცნების, ლოცვის აღსრულება ეს არის ქვეყნის გაერთიანება. იმისათვის რომ ქვეყანა გაერთიანდეს, ჩემი ღრმა რწმენით, ერმა და ადამიანმა უნდა გაანალიზოს თავისი განვლილი გზა და ამავდროულად აღიაროს და ჩაღრმავდეს რა შეცდომები დაუშვა ამ წლებში. და თუ ჩვენ გვინდა შერიგება და მათ შორის აფხაზ ხალხთან, ქართველმა ერმა უნდა გაიაზროს, გაიხსენოს რა შეცდომები დაუშვა. და ამიტომ მე რამდენიმე დღის წინაც თქვი, გამოვთქვი ჩემი აზრი და თქვენი ტელევიზიის საშუალებით მე ქართველი კაცი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა გამოვთქვა ასეთ აზრს და ასეთ წინადადებას. მე მოუწოდებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბატონ ერდუარდ შევარდნაძეს, რომ მან იმისათვის რომ მოხდეს სამომავლოდ აფხაზეთის ხალხთან შერიგება, ერთობლივი ცოდვების აღიარება, ერთობლივი სიყვარულის მეგობრობის გამტკიცება, მან უნდა პირველმა გადადგას ნაბიჯი და პირველმა უნდა შენდობა და პატიება უნდა სთხოვოს აფხაზ ხალხს. აფხაზ ხალხს და რატომაც არა ქართველ ერს. ჩვენ ამას ვამბობთ, ჩვენ სასულიერო პირები, ყოველ შემთხვევაზე, ყოველ დიდ მარხვაში და შევარდნაძეს სამდე ცოცხალია, ეს უნდა თქვას, რატომ? იმიტომ რომ გავაწლები და აფხაზი კაცი არ იტყვის, როგორც შემეკითხნენ მე აფხაზებმა 3 წლის წინ სოხუმში. განა ჩვენ შევედითო თბილისშიო ტანკებითო, თქვენ შემოდითო, თქვენ შემოიჭერითო სოხუმშიო ტანკებითო. ამიტომ მას როგორც ხელმძღვანელს იმ თვეებში, იმ წლებში ღვთის წინაშე ევალება და ადამიანს, რომელიც უკვე ღრმა მოხუცებული კაცია, როგორც ქართველ კაცს, რომელსაც მონათულია და წამს, იმედი მაქვს, რომ წამს წმინდა გიორგის და ღმერთის, მერწმუნეთ ეს იქნება ძალიან სწორი და ჭეშმარიტი ნაბიჯი. ეს ისეთი ნაბიჯია, როგორც მისმა მეგობარმა ერცინმა გარდაცვალების წინ სთხოვა შენდობა თავის საზოგადოების და რუსი ხალხის წინაშე. შევარდნაძეს ბოდიში ეს არ არის, მე ვიტყოდი, დამცირება. ეს არის დიდი ვაჟკაცობა. და როცა გავა დრო და მე შევხვდები აფხაზ კაცს, მე ვეტყვი რომ აი ვიზეც იყო დამოკიდებული და ვინც ჩაიდინა შეცდომა, აი იმან ბოდიში მოგიხადა. ახლა მოდი დავიწყოთ ფიქრი, რომ შენც აღიარია შენი შეცდომა და შენი, ასე ვთქვათ, არასწორი მოქმედება.